მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლებზე და ზოგადად ამ მიმართულებით ამ ციკლით მინდა შემოგთავაზოთ სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის სრული კურსი. ჩვენ ვიდეო ლექციებს ჩავწერთ ზოგად ნაწილის აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე. იმ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს განვიხილავთ, რაც თქვენ არსებითად გამოგადგებათ ამა თუ იმ გამოცდების ჩასაბალებლად. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრულისურად წარმოგიდგინოთ ამა თუ იმ სამართლებრივ საკითხზე, ჯერ მიმოვიხილავთ თეორიულ ნაწილს, შემდეგ გვექნება, ასე ვთქვათ, საკონტროლო კითხვები და, რა თქმა უნდა, ბოლოს გვექნება აი ვიდეოს ფარგლებში განხილულ თეორიულ საკითხებზე უშუალოდ პრაქტიკული სავარჯიშოები, ასე ვთქვათ, ტესტური დავალებები იმ სირთულისა და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც თქვენ გამოცდაზე შეგხვდებათ. დღევანდელი პირველი ლექციის განხილვის საგანი არის, როგორც უკვე აღნიშნე, სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები და ჩვენ ამ ლექციის ფარგლებში მოგვიწევს ვისაუბროთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არის სისხლის სამართლის კანონის მოქმედებაზე დროში, სისხლის სამართლის კანონის უკუძალაზე, სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედებაზე, საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის საკითხზე და დანაშაულის ჩამდენი პირის გადაცემაზე. ეხლა მუხლობრივად რომ მივყვეთ, თუ რა მუხლებზე მოგვიწევს ჩვენ დღევანდელ ლექციაში საუბარი, ეს არის პირველი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსისა, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა და მისი მიზანი, მეორე ეს არის სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში, მესამე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა, მეოთხე ეს არის სისხლის სამართლის კანონის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რაც შეეხება მეხუთე მუხლს, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის და ასევე ვისაუბრებთ სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლზე, რომელიც ეხება დამნაშავის გადაცემას და ექსტრადიციას. პირველ რიგში დავიწყოთ თავად პირველი მუხლით, რას გვეუბნება ჩვენ პირველი მუხლი, რა მნიშვნელოვანი მესიჯები არის ჩადებული მასში. კერძოდ, სამნაწილიანი არის ეს მუხლი. პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის სამართლებრივ ღონისძიებას. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს და მესამე ნაწილი არის, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მარწესრიგის დაცვა. რაც ყოველთვის მახსენდება ხოლმე მეგობრებო, პირველი მუხლთან მიმართებით, თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს განვლით პირობითად კარიერაში, ეს არის, როდესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გასაუბრებაზე, როდესაც გადაზუსტებული მქონდა კერძო 1, კერძო 2 პროცესი და ასე შემდეგ, რატომღაც გასაუბრებაზე კითხვა დაისვა, რა არის სისხლის სამართლის კოდექსის მიზანიო, ხო? ამიტომ მე გამოვყავი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა არის სისხლის სამართლის კოდექსის მიზანი ზოგადად, რას ემსახურება, ხო? და სულ არის ორ ფაზიანი, ასე ვთქვათ, ორი მთავარი ამოსავალი პრინციპი არის, რასაც ემსახურება, რის მიზნის მიღწევასაც ცდილობს სისხლის სამართლის კოდექსი. ეს არის დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და ეს არის მარწესრიგის დაცვა. ეხლა გადავიდეთ მეორე მუხლზე, რომელიც არის ორნაწილიანი. მეორე მუხლი გვეუბნება ესეთ რამეს, რომ ქმედების დანაშაულებრივობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე, ან და უნდა იმოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა, როგორც ჩვენ დავინახეთ, იმ კანონით ხდება დასჯადობა და დანაშაულებრივის განსაზღვრება, რომელიც მოქმედებს ამ ქმედების ჩადენის დროს, ხო? და ვხედავთ, რომ დანაშაულის ჩადენის დრო გვაქვს ის დრო, როდესაც ამსრულებელი ან თანამონაწილე მოქმედებდა, ან უნდა მოქმედათ მათ.
ამასთან ძალზედ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ იმას თუ შედეგი როდის დადგა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა, როდესაც მოქმედებდა ამ სრულებელი, აი ამ სრულებელი ტერმინში ამაში მოიაზრება მოქმედებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები, ხოლო როცა უნდა ემოქმედა მას, აქ უკვე ნაგულისხმები გვაქვს უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევა. რაც შეეხება მესამე მუხლს, რომელიც ძალზედ პრაქტიკული მნიშვნელობის არის, ეს არის უკუძალის საკითხი. მუხლი არის 5ნაწილიანი. პირველი ნაწილი არის, რომ სისხლისამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლისამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს. ეხლა თუ ახალი სისხლისამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლისამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლისამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. მეოთხე ნაწილი ამოღებული გვაქვს 2015 წლის კანონით და რაც შეეხება მეხუთე ნაწილს, ეს არის ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს. ეხლა მესამე ნაწილთან მიმართებით, მეგობრებო, რაც პირველ რიგში უნდა ითქვას, ეს არის ტერმინოლოგიური საკითხი. ჩვენ დავინახეთ, ხო, რომ კანონს უკუძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ ის აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელსო, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამძიმებს ან შემოაქვს ახალი შემადგენლობა, მას უკუძალა არ მიეცემაო. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანი არის ტერმინოლოგიური განმარტებები, რა ვიცოდეთ, რა ტერმინი რას გულისხმობს. ეს არის კრიმინალიზაცია, დეკრიმინალიზაცია, პენალიზაცია და დეპენალიზაცია. ესეთ ტერმინები გვაქვს, რაც ჩვენ უკუძალასთან მიმართებაში უნდა ვიცოდეთ, ხო? ეხლა კრიმინალიზაცია მარტივი არის, ეს არის ქმედებისათვის დანაშაულებრიობის დაწესება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს გულისხმობს ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმებას. რაც შეეხება პენალიზაციას, ეს არის სანქციის დამძიმება, ანუ სასჯელის დამძიმება, ხოლო დეპენალიზაცია პირიქით სანქციის, ანუ არსებული გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, ანუ სანქციის სასჯელის სახის შემსუბუქება. ეხლა რა მინდა ვთქვა, ხო? მაგალითად, ესეთი შემთხვევა განვიხილოთ ეხლა ჩვენ. პირობითად დ ქემოკლიძემ 2000 წლის 30 მაისს ერთ-ერთ ბეჭდურ გამოცემაში ს ნავდარაშვილის შეურაცხყოფელი სტატია გამოაქვეყნა. 2000 წლის 2 ივნისს ნავდარაშვილმა სტატია წაიკითხა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ეხლა კითხვა გვაქვს, შესაძლებელია თუ არა აი ამ ქემოკლიძეს დაეკისროს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეხლა რომ მივყვეთ ცოტა ისტორიულ რაკურსსაც, ხო? სისხლისამართლის კოდექსის მიხედვით შეურაცხყოფა გათვალისწინებული იყო 1960 წლის რედაქციაში. ანუ ჩვენ ვიცით, რომ წინამორბედი სისხლისამართლის კოდექსი, ანუ დღეს რაც არის არსებული, რომელიც შევიდა 2000 წლის 1 ივნისიდან ძალაში, მანამდე არსებობდა 1960 წლის სისხლისამართლის კოდექსი და აი ამ ძველი სისხლისამართლის კოდექსის 138 მუხლი ითვალისწინებდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა შეურაცხყოფისათვის. მოქმედი სისხლისამართლის კოდექსი ამ ქმედებას აღარ სჯის სისხლისამართლებრივად, ანუ მოხდა, რომ შევაფასოთ ამ ქმედების დეკრიმინალიზაცია, ხო, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, მოხდა ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმება. ეხლა ქემოკლიძემ აღნიშნული ქმედება შეურაცხყოფა ძველი სისხლისამართლის კოდექსის მოქმედების დროს განახორციელა. ახალი კოდექსი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივნისიდან, რომელმაც შეურაცხყოფის დაჟადობა გააუქმა. მესამე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით უკუძალა მიენიჭება ამ კანონს და სისხლისამართლებრივად ქემოკლიძე შეურაცხყოფისთვის აღარ დაიჭირება, ვერ დაიკისრება პასუხისმგებლობა. ეხლა უკუძალასთან მიმართებაში ასევე მინდა ვთქვა ის, რომ დანაშაულის შემადგენლობის სისხლისამართლის კოდექსიდან ამოღება ზოგჯერ არ ნიშნავს, რომ მოხდა ამ ქმედების დეკრიმინალიზაცია, ანუ გაუქმდა ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა, ხო? მაგალითად,
შეიძლება რომ დღეს არსებული სისხლის სამართლის კოდექსიდან ესა თუ ის შემადგენლობა პირობითად იყოს ამოღებული, მაგრამ შინაარსობრივად ქმედება რომ შევაფასოთ რამდენად დანაშაულებრივი არის, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის ამა თუ იმ მუხლის შემადგენლობაში ჩდებოდეს. მარტივი რო იყოს და ილუსტრირებადი რო იყოს ჩემი ნათქვამი, განვიხილოთ ისე რომ დავუბრუნდეთ წინამოქმედ სისხლის სამართლის კოდექსზე, რომელიც 134 მუხლის სახით ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ქალის მოტაცებისთვის მასთან ქორწინების მიზნით. ანუ სპეციალური შემადგენლობა იყო, ხო, აი რო იყო ხშირი შემთხვევები, როდესაც მოხდებოდა ქალების გატაცება, მოტაცება, ასე ვთქვათ, რათა ოჯახი შექმნილიყო, აი ეს ცალკე აღებული შემადგენლობა კონკრეტული სპეციალური ნორმით 134 მუხლით იყო დარეგულირებული მასზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეხლა ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედი რო გადავშალოთ და მუხლობრივად გავუყვეთ, ჩვენ ვერსად ვერ შევხვდებით მსგავს დანაშაულს, პირდაპირ აი ესეთ დანაშაულს, რომ ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით ცალკე შემადგენლობად იყოს გამოყოფილი, ვერ შეხვდებით. თუმცა ეხლა აბა ავიღოთ რეალობა როგორ წარიმართება, ხო? როდესაც დღეს არსებული რედაქციის ფარგლებში თავისუფლებას აღუკვეთავენ ქალს და გაიტაცებენ, რა სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, ხო? ეხლა მართალია ამოღებული არის სისხლის სამართლის კოდექსთან ეს შემადგენლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიღმა დარჩენა, რა თქმა უნდა, იქნება არასწორი. დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსის ამ შემადგენლობის დასჯადობა მოხდება 153 მუხლით, რაც გულისხმობს ზოგადად თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მიზანს, რა მიზნით მოხდა გადაცება, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭება კვალიფიკაციისათვის და ერთადერთი შეიძლება იყოს სასჯელის დანიშვნისას მიღებული მხედველობაში. აი მაგალითად პრაქტიკიდან მახსენდება, რომ კახეთის ერთ-ერთ სოფელში გაიტაცეს ახალგაზრდა გოგონა ქორწინების მიზნით და თავდაპირველად გოგონა-მშობლებმა პოლიციას მიმართეს, დაიწყო გამოძიება და იმ მომენტისათვის, როდესაც უკვე დგებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი, პირის ბრალდებულად ცნობის საკითხი, აღმოჩნდა, რომ ამ გოგონამ და გამტაცებელმა ოჯახი შექმნეს, ერთად ცხოვრობდნენ უკვე და ქორწილის გადახდასაც კი აპირებდნენ. ეს თავისთავად ეხლა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ გამოგვირიცხავს, თუმცა ის მიზანი, რის გამოც მოხდა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სასჯელის დანიშვნის დროს იქნა მხედველობაში მიღებული, კერძოდ ამ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და ნაცვლად თავისუფლების ვადიანი აღკვეთისა, რაც რეალურ სასჯელს, ასე ვთქვათ, გულისხმობს, ჩაითვალა აღნიშნული სასჯელი პირობითად. გამოსაცდელი ვადით, ხო? აი ეს პირობითად გამოსაცდელი ვადით რო დაენიშნა, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ის, რომ ოჯახი შეიქმნა და ქალის მოტაცება იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ქორწინება მომხდარიყო, ასე რომ ვთქვათ. ნუ ამორალური საქციელი არის, სამართლებრივად ეხლა რო შევაფასოთ, იურისტები ვართ, ეს არ არის გამართლებული ადამიანს რო იტაცებ და მისი ნების პარალიზებას ახდენ ნებისმიერი შენთვის სასურველი მიზნის მისაღწევად, თუმცა როგორც უკვე აღნიშნე, მიზანი რის გამოც მოხდა, გახდა ასე ვთქვათ, სასჯელის სახეცვლილების საფუძველი, ანუ მთლიანად რეალური სასჯელი ჩაითვალა ამ ადამიანს პირობითად. ეხლა ნახეთ, მინდა გესაუბროთ სისხლის სამართლის კოდექსის აი მესამე მუხლის მესამე ნაწილზე. ნახეთ, ჩვენ უკვე წავიკითხეთ, რომ თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდეო სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალაო, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონიო. ეხლა აქ რას ნიშნავს, ხო ეს? ზოგადად ვთქვათ, რომ სისხლის სამართლის თეორიაში აი ამ მესამე ნაწილს უწოდებენ ეგრეთ წოდებულ შუალედურ კანონს. შუალედური არის კანონი, ასე რომ შევაფასოთ, რომელიც არც ქმედების განხორციელებისას და მოქმედებს და არც განაჩენის გამოტანისას, ხო? ნახეთ, როგორც პირდაპირ გვიწერია, თუ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე, ანუ აი ეს დიაპაზონი არის აღებული, ხო? მაგალითად, ჩვენ მე ტესტებშიც გვექნება ეს საკითხი განხილული და უფრო მარტივად ახმადე იქნება, ხო? ყველაზე მსუბუქი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული და არ იქნება გამოყენებული ის რედაქცია, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა. ეხლა ასევე მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ
ბოლოდროინდელ ცვლილებაზე, სისხლისამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებზეა საუბარი, რომელმაც ასევე განაპირობა მესამე მუხლში მეხუთე ნაწილის დამატება. საუბარი არის 2025 წლის 16 აპრილის კანონით განხორციელებულ ცვლილებებზე, ნარკოდანაშაულებთან მიმართებაში პოლიტიკის ცვლილებებზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ დამძიმდა, ხო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ამა თუ იმ ნარკოტიკული დანაშაულის შემადგენლობისათვის და ამას მოგვიანებით ცალკე ვიდეო განხილვის ფარგლებში გავშლი და ავხსნი თუ რა ცვლილებები განხორციელდა და რა ემსახურება აღნიშნული ცვლილებები. აი ამ ცვლილებების ცვლილებებიდან გამომდინარე, ასევე შემადგენლობა მეხუთე ნაწილის სახით დამატებული გვაქვს ჩვენ მესამე მუხლში, რომელიც გულისხმობს, რომ ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს. ეხლა, როდესაც ჩვენ ზოგადად კანონს შემოაქვს ხანდაზმულობის ახალი გამკაცრებული ვადები და იგი ამით პირის მდგომარეობას აუარესებს, კანონს უკუძალა ექნება თუ ხანდაზმულობის ვადები კანონის შეცვლისას ჯერ კიდევ არ იყო გასული. ხანდაზმულობის შესახებ ახალ კანონს, რომელიც პირის მდგომარეობას ამძიმებს, უკუძალა მხოლოდ მაშინ არ მიენიჭება, როდესაც ახალი კანონის ძალაში შესვლისას ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო. ეხლა რა მინდა ამ ნაწილში რო გითხრათ თქვენ და უფრო პრაქტიკული რო გავხადოთ, მოვიყვანოთ ესეთი შემთხვევა, განვიხილოთ, ხო? ნახეთ, 2019 წლის 10 მაისს დ. პიპინაშვილმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. იმ დროისათვის პირი თავისუფლდებოდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან გასული იყო 6 წელი. 2024 წლის 25 აპრილს სისხლისამართლის კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ხანდაზმულობის ვადებს არეგულირებს, შევიდა ცვლილება და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ვადა 6 წლიდან 8 წლამდე გაიზარდა. სამართალდამცველებმა პიპინაშვილის გამოვლენა 2025 წლის 30 აპრილს შეძლეს, ხოლო ამავე წელს 13 მაისს პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა. ეხლა კითხვა არის, უნდა გათავისუფლდეს თუ არა პიპინაშვილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ნახეთ, როგორც ამ შემთხვევის განხილვამდე ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში კანონს უკუძალა ექნება, თუ მისი შეცვლის დროისთვის ხანდაზმულობის ვადა ჯერ კიდევ გასული არ იყო. ნახეთ, 2019 წლის 10 მაისს ხო მოხდა დანაშაულის ჩადენა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის. იმ დროისათვის არსებული რედაქციით ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2025 წლის 10 მაისიდან, ხო, ანუ შესრულდა 6 წლიანი ვადა. თუმცა, ნახეთ, სანამ ვადა ამოიწურებოდა, მანამდე 1 წლით ადრე, დაახლოებით 2024 წლის 25 აპრილს შევიდა ცვლილება კანონში, გვეუბნება ტესტი და არსებული 6 წელი გაიზარდა 8 წლამდე. ამიტომ პიპინაშვილი არ გათავისუფლდება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის საფუძვლით, რადგან სანამ გავიდოდა 6 წლიანი ვადა, კანონში მანამდე შევიდა ცვლილება. აი ეს მოცემულობა, მეგობრებო, ასე ვთქვათ, პირდაპირ პრაქტიკულად ჩადებული იყო სისხლისამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებაში თავის დროზე, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვლილის ზვიად გამსახურდია სისხლისამართლის საქმეზე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აწყობილ სისხლისამართლის საქმეზე იწურებოდა ხანდაზმულობის ვადა. ანუ საუბარი არის 25 წლიან ხანდაზმულობის ვადაზე. როდესაც იწურებოდა 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ამ უწურვამდე პარლამენტმა მიიღო კანონი და როგორც მახსოვს, გაზარდეს 30 წლამდე. და მერე 30 წლამდე სანამ მიიწურებოდა, ადგენენ და ეს რაღაც მოიფიქრეს, რომ საერთოდ ხანდაზმულობა აღარ ეხებოდა მაგ შემადგენლობას. ანუ დამამძიმებელ გარემოებაში, მკვლელობის შემთხვევაში, საერთოდ მოიხსნა ხანდაზმულობის ვადა. აი ეს რის თქმა მინდა, რომ მაგალითად ეხლა რო ავიღოთ ესეთი ვითარება, რომ გაიხსნას ეს საქმე და დადგინდეს, რომ მკვლელობა არის მომხდარი და მკვლელი ვერ იტყვის, რომ მაგალითად ხანდაზმული არის ჩემი მიერ ჩადენილი დანაშაული, იმიტომ რომ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, სანამ 25 წელი შესრულდებოდა, სანამ 30 წელი შესრულდებოდა,
პარლამენტი ცვლიდა კანონს, ანუ ზრდიდა, უგონს ზრდიდა, სანამ ამოწურული იქნებოდა საბოლოო ვადა. სწორედ აი ეს შემადგენლობა ამ ეს მოდელი გვაქვს ახლა ჩვენ სამ შემთხვევაში განხილული. ნახეთ, კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ხო ამ საკითხს. თუ 24 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, აი ჩვენ ეს რო დავაკვირდეთ, მაშინ როდესაც ცვლილება განახორციელა პარლამენტმა, უკვე 6 წლიანი ვადა გასული იქნებოდა, აი მაგ შემთხვევაში გათავისუფლებოდა პასუხისმგებლობის ანასწორად ვთქვათ, იმიტომ რომ უკვე ამოწურული იყო არსებული ხანდაზმულობის ვადა. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ვინაიდან 24 წლის 25 აპრილის მდგომარეობით 5 წლიანი ვადა ჯერ კიდევ, უпростоროდ 6 წლიანი ვადა ჯერ კიდევ გასული არ იყო და გაიზარდა ხანდაზმულობის ვადა, ამ შემთხვევაში მის მიმართ როგორც უკუძალა ვერ გავრცელდება და დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. და ასევე უკუძალასთან მიმართებით მინდა გესაუბროთ პირობითი მსჯავრის საკითხზეც, ხო? და ეხლა თუ ძველი კანონი პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითვალისწინებს და ახალი კანონი მას აუქმებს, ხო? ამითი ფაქტია, რომ ეხლა პირის მდგომარეობა მძიმდება, უარესდება, ხო? ახალ კანონს, რომელიც პირის მდგომარეობას აუარესებს, გვეუბნება კოდექსი, რომ უკუძალა არ მიენიჭება. ეხლა სასამართლომ ამგვარ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ქმედების განხორციელების დროს არსებული კანონი, რომელიც პირობითი მსჯავრის გამოყენებას უშვებდა. სასამართლოს მიერ სისხლისამართლის კანონის განმარტების და გამყარებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლას ბრალდებული საზიანოდ სისხლისამართლში დასაჯებად თვლიან, რადგან ამ დროს კანონი არ იცვლება და უკუძალის აკრძალვა კანონიერების პრინციპით მხოლოდ სისხლისამართლის კანონს ეხება და არა სისხლისამართლის პრაქტიკას. სისხლისამართლის პროცესი დამამძიმებელი კანონის უკუძალას არ ადგენს, ხო? საპროცესო მოქმედების განხორციელებისას ყოველთვის ის საპროცესო ნორმა გამოიყენება, რომელიც კონკრეტულად ამ მომენტშია ძალაში. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა მესამე მუხლთან მიმართებით, სისხლისამართლის უკუძალის საკითხთან მიმართებით. ძალიან დიდი და ვრცელი თემა არის ეს, თუმცა ჩვენ ამ ვიდეოს ფარგლებში ყველაფერს ვერ მოვიხილავთ, იმიტომ რომ რამდენიმე საათიანი ვიდეოები შეიძლება გამოვიდეს. ამიტომ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მხოლოდ ის მესიჯები გავაკეთო და იმ ფარგლებში ვიმუშაოთ, განვიხილოთ, რომელიც თქვენ საგამოსოდ გამოგადგებათ. დანარჩენი ახლა ამის იქით მთელი მაგალითად სასამართლო პრაქტიკა და როდის რა განმარტებები გაკეთდა, ძალიან სასარგებლოა რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ვიდეოს ფარგლებში მსგავს მიმართულებას ფიზიკურად ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროსთან იქნება ეს დაკავშირებული. ეხლა გადავიდეთ ჩვენ მეოთხე მუხლზე, ხო? ზოგადად სანამ წავიკითხავთ მეოთხე მუხლს, ასე კანონის მოქმედება სივრცეში, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული გვაქვს ჩვენ სისხლისამართლის კოდექსის მეოთხე და მეხუთე მუხლებში. ეხლა აი ნახეთ, მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით. საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით, ან და ასეთი ხომალდის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. და მეოთხე ნაწილი, ხო? თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა აგრეთვე სხვა პირმა, რომლებმაც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით. ეხლა რა მინდა ვთქვა ამ ნაწილთან მიმართებით, ხო? პრინციპები. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, ეხლა იურისტებმა, მით უფრო სისხლისამართლის მიმართულებით, თუ რა პრინციპები არის ჩადებული ამა თუ იმ მუხლში. და ერთ-ერთი პრინციპი არის ტერიტორიულობის პრინციპი, რომელიც პირდაპირ გვაქვს ჩადებული, რომელ ნაწილში ნახეთ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობა სისხლისამართლებრივი დაეკისრება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. აი აქ გამოხატული არის ტერიტორიულობის პრინციპი. აი ამ ტერიტორიულობის პრინციპიდან არსებობს გამონაკლისიც, რომელიც რეგულირებული არის და ჩადებული გვაქვს
მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილში და ეს არის ექსტერიტორიულობის პრინციპი. რას გულისხმობს ახლა ეს, ხო? ნახეთ, ჩვენ როდესაც უცხოქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელი, აგრეთვე სხვა პირი, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით, დანაშაულ საქართველოს ტერიტორიაზე თუ ჩაიდენენ, ტერიტორიულობის პრინციპიდან გამოიყოფა, ასე ვთქვათ, ეს გამონაკლისი იქნება და მათი პასუხისმგებლობა სისხლისამართლებრივი გადაწყდება იმ წესით, რასაც ადგენს საერთაშორისო სამართალი, ხო, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით. აი ამ ნაწილში გვაქვს რეგლამენტირებული ეგრეთ წოდებული ექსტერიტორიულობის პრინციპი. ანუ დავიმახსოვროთ ესე, რომ ტერიტორიულობის პრინციპიდან გამომდინარე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი გამოყოფილი არის ტერიტორიულობის პრინციპის გავრცელების არეალიდან და ექსტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით მის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლის წესით. ეხლა ასევე მინდა გესაუბროთ ალმის პრინციპზეც, ხო? ესეც ერთ-ერთი პრინციპი არის, რაც ჩადებული გვაქვს ჩვენ მესამე ნაწილში, ხო? ნახეთ, ჩვენ წავიკითხეთ, რომ იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილი არის, ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნითო, ან და ასეთი ხომალდის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულიო. საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით როცა გვიწერია ჩვენ მესამე ნაწილში, აი ეს განზოგადებულად რომ შევაფასოთ, აქ ნაგულისხმები არის ცნობილი პრინციპი, ეს არის ალმის პრინციპი. ალმის პრინციპიდან მიმართებით მინდა ერთ-ერთი პატარა შემთხვევა განვიხილოთ, ნახეთ, გ მედულაშვილმა ბ ქირია სასიკვდილო დაჭრა. დანაშაულის ჩადენისას ორივე მათგანი საქართველოს ალმის მატარებელ წყლის ხომალდზე იყო, რომელიც თურქეთის პორტში იმყოფებოდა. ეხლა რა ხდება აქ, ხო? აი ამგვარ შემთხვევებს, მეგობრებო, ასე ვთქვათ, ორმაგი ტერიტორიის შემთხვევებს უწოდებენ, ხო? ეხლა საკითხი იმის შესახებ გავრცელდება თუ არა ამ ქმედებაზე ხომალდის ადგილსამყოფელის იურისდიქცია, საქართველოს სისხლისამართლის დოგმატიკაში საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვს. ეხლა პროფესორი გამყრელიძის აზრით ამგვარი ორმაგი იურისდიქცია მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების საშუალებით მიიღწევაო. თუმცა პროფესორი ტურავა პრაქტიკულად და გასაზიარებელი მოსაზრებით გვეუბნება ეს რამეს, რომ ამ შემთხვევაში დამნაშავის დაჟის უფლება აქვს ორივე ქვეყანას და პირი ვის ხელშიც აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, ის ქვეყანა დასჯის. ასეთი პირის გადაცემის სამართლებრივი ვალდებულება სახელმწიფოებს არ წარმოეშობათ. ეხლა გადავიდეთ მეხუთე მუხლზე, მეგობრებო, რომელიც რეგულირებს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის. პირველ რიგში განვიხილოთ პირველი და მეორე ნაწილები ამ მუხლის. პირველი ნაწილის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ან და თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ეხლა აი ამ პირველი და მეორე ნაწილებში, მეგობრებო, ასახული გვაქვს, ასე ვთქვათ, აქტიური პერსონალურობის, ანუ მოქალაქეობის პრინციპი. და რო შევაჯამოთ, ეხლა რას ნიშნავს ეს, ხო? აქტიური პერსონალურობის, ანუ მოქალაქეობის პრინციპი. ეხლა იმისათვის, რომ საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის დასჯადობა მოხდეს, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს. ნახეთ, იმისათვის, რომ პირი საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოში დაისაჯოს, ქმედება დანაშაულის ჩადენის ადგილზე და იმ სხვა სახელმწიფოშიც დასჯადი უნდა იყოს. და მეორე,
თუ საზღვარგარეთ ჩადენილი ქმედება იმ სახელმწიფოში დასჯადი არ არის, პირზე მხოლოდ მაშინ გავრცელდება საქართველოს იურისდიქცია, როდესაც ეს ქმედება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული და იქნება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. რაც შეეხება მეხუთე მუხლის მესამე ნაწილს, მესამე ნაწილში გამოსახული გვაქვს ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დაცვის პრინციპი, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, საქართველოს იურისდიქციას მხოლოდ მაშინ დაემორჩილებიან, როდესაც მათ საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. აი ამ მეხუთე მუხლის მესამე ნაწილში, როგორც ჩვენ ვთქვით, მოცემული გვაქვს დაცვის პრინციპი, რომელიც მოიცავს როგორც უნივერსალურ, ასევე ინდივიდუალურ სამართლებრივ სიკეთეებს. ეხლა უცხოეთის მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს იურისდიქციას მაშინ დაემორჩილება, თუ იგი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე პირის ინდივიდუალურ სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფს და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ჩაიდენს. აი პრინციპის აი ამ ვარიაციას, რაც ახლა მე გითხარით, მეგობრებო, პასიური პერსონალურობის პრინციპსაც უწოდებენ. მეხუთე მუხლთან მიმართებით ასევე გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, ეს არის უნივერსალობის პრინციპი და რას გულისხმობს ახლა ეს, ნახეთ, უნივერსალურობის პრინციპი ჩვენ მოცემული გვაქვს მეორე და მესამე ნაწილების ბოლო წინადადების ბოლო სიტყვებში, ხო ასე ვთქვათ, ნახეთ, რაც თეთრად არის მოცემული, ნახეთ, თუ ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითო, აი ეს პირობა დადებული დისპოზიციები რო გვაქვს, აი ამაში გამოსახული არის უნივერსალობის პრინციპი. მეხუთე მუხლთან მიმართებით მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა 2012 წლის 25 მაისს და მეხუთე მუხლს ასე ვთქვათ დაემატა მეოთხე და მეხუთე ნაწილები, რომლებითაც გათვალისწინდა პასუხისმგებლობა სამსახურებრივ საქმიანობის სფეროში საზღვარგარეთ ჩადენილი ცალკეული დანაშაულებისათვის, ხო? პირველ რიგში ვთქვათ ჩვენ მეოთხე ნაწილზე, ნახეთ, მეოთხე ნაწილის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221, 223 პრიმა, 223 სეკუნდა, 223 ტერცია, 223 კვადრა, 228, 229 ან 229 პრიმა მუხლებით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიკისრებათ ამ კოდექსით. ეხლა ჩვენ უნდა ვთქვათ, თუ რა დანაშაულებზე არის საუბარი. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ტესტში იყოს მსგავსი დანაშაულის შემადგენლობა მოსული და ჩვენ ვინაიდან არ გვეცოდინება მაგალითად, რომ ქურდულ სამყაროების საქმიანობის მხარდაჭერა არის აქ ერთ-ერთი ესეთი მუხლი, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდა სწორი პასუხის გაცემა. ეხლა მივყვეთ, ხო, ნახეთ, 221 მუხლი დანაშაულად აცხადებს კომერციულ მოსყიდვას. 223 პრიმა მუხლი არის ქურდული სამყაროს წევრობა, ანუ კანონიერი ქურდობა. 223 სეკუნდა მუხლი არის ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა. 223 ტერცია მუხლი არის ქურდულ სამყაროების საქმიანობის მხარდაჭერა. 223 კვადრა მუხლი არის ქურდული სამყაროს წევრისთვის, კანონიერი ქურდისთვის მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება. 328 მუხლი არის უკვე სამოხელეო დანაშაულებზე გადავდივართ ქრთამის აღება, 329 არის ქრთამის მიცემა და 329 პრიმა არის ზეგავლენით ვაჭრობა. რაც შეეხება მეხუთე მუხლის მეხუთე ნაწილს, აქაც გვაქვს საინტერესო დისპოზიცია შემოთავაზებული, ნახეთ, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არ მქონე პირს, დააკვირდით კარგად, რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის 221, 228, 229 და 229 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიკისრებათ ამ კოდექსით. ანუ აქ
მუხლზე არის საუბარი, ხო, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის კომერციული მოსყიდვა და სამოხელეო დანაშაულები, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა და ზეგავლენით ვაჭრობა. და რა მინდა კიდევ თქვა, მეხუთე მუხლს დაემატა მეექვსე ნაწილი, ასე ვთქვათ. ნახეთ, იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამ კოდექსით თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. და ბოლოს, რა თქმა უნდა ვისაუბროთ მეექვსე მუხლზე, რომელიც გულისხმობს დამნაშავის გადაცემას და ექსტრადიციას. ზოგადად მუხლი არის სამნაწილიანი. პირველი ნაწილი არის შემდეგი: საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება ექსტრადირებული იქნენ სხვა სახელმწიფოში თუ საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირის სისხლისამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა ხორციელდება სისხლისამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით, რომის სტატუტით და სისხლისამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევების და დადგენილი წესით. მეორე ნაწილი არის, რომ დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად შეიძლება ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან გადაესცნენ სისხლისამართლის საერთაშორისო სასამართლოს. და მესამე ნაწილი. არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან თუ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული, დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით. ეხლა აქ ასევე ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, პრინციპი ჩადებული, რომელიც ასევე უნდა დავიმახსოვროთ, ვიცოდეთ კარგად. ეს არის მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი. მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი ჩადებული გვაქვს მეექვსე მუხლის მესამე ნაწილში. აი თქვენ ხედავთ, რომ პირს, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან და თუ ჩადენილი დანაშაულისათვის იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას გთხოვს, გათვალისწინებულია სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა, ასეთ პირთა საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით და მათი გადაცემა არ მოხდება. აი ეს არის სწორედ მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპი. ასეთი პირები ახლა, რა თქმა უნდა, ახლა ადამიანი რო ყავს მოკვლული, მაგალითად, რომელიმე ისლამური სახელმწიფოს კანონმდებლობით და გათვალისწინებული აქვს სიკვდილით დასჯა, ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ გადავცემთ სიკვდილით დასაჯელად, თუმცა ახლა ეს გარეთ ვერ იქნება, ხო, თავისუფლებაზე, ამიტომ ჩვენ გავასამართლებთ ამ ადამიანს და ჩვენთან მოიხდის სასჯელს ჰუმანურობის და კანონიერების ფარგლებში და სწორედ აი ამას, რომ არ გადაეცემა და ჩვენთან მოხდება ამ პირის სისხლისამართლებრივი საკითხის გადაწყვეტა ამ პირის მიმართ, სწორედ ეს გულისხმობს მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპს. შეგვიძლია მეგობრებო თეორიული ნაწილი ამით დავასრულოთ. ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი და ვრცელი თემები არის პირველიდან მეექვსე მუხლის ჩათვლით, აი ეს თეორიული ნაწილი, რაც მე მოგახსენეთ, სავსებით საკმარისი იქნება ამა თუ იმ პროგრამის გამოცდების ჩასაბარებლად, ზოგადად რომ ვიცოდეთ თეორიული ბექგრაუნდი, ასე ვთქვათ, რა მოიაზრება ამა თუ იმ ტესტური დავალების უკან. ეხლა ჩვენ ცოდნის შემოწმების მიზნით გადავიდეთ, ასე ვთქვათ, საკონტროლო კითხვებზე და თხოვნა მექნება, რომ როდესაც საკონტროლო კითხვას მე წავიკითხავ და სანამ პასუხს ვიტყვი, თქვენს გონებაში შეეცადეთ, რომ აი ამ გავლილი ვიდეო ლექციიდან გამომდინარე, თქვენ თონვე იპოვოთ სწორი პასუხი, ხო, ეს რა თქმა უნდა გადაამოწმებს თქვენს ცოდნას.
პირველი კითხვა არის, რა დროა დანაშაულის ჩადენის დრო და აქვს თუ არა შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა დანაშაულის ჩადენის დროსთან მიმართებით. აქ სწორი პასუხი გვაქვს, რომ დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე, ან და უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არ აქვს. მეორე კითხვა გვაქვს, რა შემთხვევაში ენიჭება კანონს უკუძალა? სწორი პასუხი გვექნება სისხლისამართლის კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით უკუძალა აქვს კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს. შემდეგი მესამე კითხვა არის, რას გულისხმობს კრიმინალიზაცია, დეკრიმინალიზაცია, პენალიზაცია და დეპენალიზაცია? კრიმინალიზაცია გულისხმობს ამა თუ იმ ქმედებისათვის დანაშაულებრიობის შემოღებას, დაწესებას, დეკრიმინალიზაცია პირიქით ქმედებისათვის დანაშაულებრიობის გაუქმებას, პენალიზაცია გულისხმობს დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დეპენალიზაცია შემსუბუქებას. მეოთხე კითხვა არის, რა მოიაზრება ეგრეთ წოდებულ შუალედურ კანონში? სწორი პასუხია, თუ ქმედების განხორციელებიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ის კანონი, რომელიც ყველაზე უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს. ამ კანონს სისხლისამართლის თეორიაში შუალედურ კანონს უწოდებენ. ესე იგი, შუალედურია კანონი, რომელიც არც ქმედების განხორციელებისას მოქმედებდა და არც განაჩენის გამოტანისას მოქმედებს. მეხუთე კითხვა არის, გავრცელდება თუ არა უკუძალა ხანდაზმულობის ვადების შეცვლისას? პასუხი არის, როდესაც კანონს ხანდაზმულობის ახალი გამკაცრებული ვადები შემოაქვს, იგი ამით პირის მდგომარეობას აუარესებს, კანონს უკუძალა ექნება თუ ხანდაზმულობის ვადები კანონის შეცვლისას ჯერ კიდევ არ იყო გასული. ხანდაზმულობის შესახებ ახალ კანონს, რომელიც პირის მდგომარეობას ამძიმებს, უკუძალა მხოლოდ მაშინ არ მიენიჭება, როდესაც ახალი კანონის ძალაში შესვლისას ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია. მეექვსე კითხვა არის, რას გულისხმობს ტერიტორიულობის პრინციპი? სწორი პასუხი არის, რომ იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, მას სადამე საქართველოს იურისდიქციას დაემორჩილება ის, ვინც დანაშაულებრივ ქმედებას, მოქმედებას თუ მოქმედობას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელებს. მეშვიდე კითხვა გვაქვს, რა იგულისხმება ექსტერიტორიულობის პრინციპის ცნების ქვეშ? ექსტერიტორიულობის პრინციპის მიხედვით საქართველოს სისხლისამართლის კოდექსი არ ვრცელდება სხვა სახელმწიფო და დიპლომატიურ წარმომადგენლებზე, ესე იგი იმ პირებზე, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ. მერვე კითხვა გვაქვს, რას გულისხმობს ალმის პრინციპი? ალმის პრინციპის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცდომი ნიშნით მოსარგებლე საჰაერო თუ წყლის ხომალდები საქართველოს ტერიტორიად ითვლება და მასზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. მესხრე კითხვა გვაქვს, რა იგულისხმება დაცვის პრინციპში? უცხოეთის მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს იურისდიქციას მხოლოდ მაშინ დაემორჩილება, როდესაც მან საზღვარგარეთ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა. და მეათე კითხვა გვაქვს, მონაცვლეობითი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, რა შემთხვევებშია დაუშვებელი პირის სხვა სახელმწიფოში ექსტრადიცია? ეს არის პირის სხვა სახელმწიფოში იდევნება პოლიტიკური მწამსის გამო, ასევე მის მიერ ჩადენილი ქმედება არაა დანაშაული საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის მიხედვით და მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სხვა სახელმწიფოში სიკვდილით დასჯა არის დაწესებული. ანუ სხვა სახელმწიფო სიკვდილით დასჯას აწესებს. ეს 10 საკონტროლო კითხვა იყო, რაც სურდა რომ თქვენთვის შევმეთავაზებინა და ეხლა უკვე გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე ბირთვზე, რაც პირდაპირ პროპორციული არის ჩვენი საგამოცდოთ მომზადებისთვის. ეს არის ტესტები. შედგენილი მაქვს ტესტები განვლილ თეორიულ მასალაზე, განვლილ საკონტროლო კითხვებზე და გავუყუროთ სათითაოდ განვიხილოთ თითოეული ტესტი. ტესტი ნომერი 1. 2025 წლის 10 მაისს საქართველოს მოქალაქე გ ამაშუკელმა აზერბაიჯანში ტაქსით მგზავრობის დროს ჩაიდინა მძღოლის მკვლელობა. დადგინდა, რომ ტაქსის მძღოლი იყო თურქეთის მოქალაქე. იმავე დღეს ამაშუკელმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორია დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სამართალდამცავმა უწყებებმა დანაშაული რამდენიმე საათში გახსნეს, თუმცა
ამაშუკელის დაკავება ვერ შეძლეს. ინტერპოლის მიერ გამოცხადებული ძებნის ფარგლებში დამნაშავის დაკავება უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. კითხვა არის, გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა ამაშუკელის მიმართ. A ვარიანტია: არა, მის მიმართ გავრცელდება აზერბაიჯანის კანონმდებლობა, რადგან დანაშაული მათ ტერიტორიაზეა ჩადენილი. B ვარიანტია: არა, მის მიმართ გავრცელდება თურქეთის კანონმდებლობა, რადგან დანაშაულის მსხვერპლი მათი მოქალაქეა. G ვარიანტია: არა, მის მიმართ გავრცელდება უკრაინის კანონმდებლობა, რადგან მისი დაკავება მათ ტერიტორიაზე მოხდა და D ვარიანტია: დიახ, მის მიმართ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, რადგან იგი საქართველოს მოქალაქეა. აქ სწორი პასუხი ჩვენ გვექნება, მეგობრებო, D ვარიანტი. სისხლისამართლის კოდექსის მეხუთე მუხლი უნდა გავიხსენოთ ახლა ჩვენ. ამ მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს სისხლისამართლის კოდექსის გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. ანუ მეხუთე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვთქვით, რომ სწორი პასუხი ექნება D ვარიანტი. რაც შეეხება მეორე ტესტურ დავალებას, საქართველოს ამოსასწრობი ნიშნით მფრინავ ხომალდზე ქუთაისი ბერლინის რეისზე ყოფნის დროს ინდოეთის მოქალაქემ ავსტრიის მოქალაქეს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა. დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის თვითმფრინავი გერმანიის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. ბერლინის აეროპორტში დაძმობისთანავე ადგილობრივმა პოლიციამ ინდოეთის მოქალაქე დააკავა. კითხვა არის, გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა ინდოეთის მოქალაქის მიმართ. A ვარიანტია: დიახ, რადგან დანაშაული საქართველოს ამოსასწრობი ნიშნით მქონე მფრინავ საშუალებაში მოხდა. მეორე ვარიანტია B: არა, რადგან დანაშაულის ჩამდენი და არც მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. G ვარიანტია: დიახ, რადგან დანაშაული საქართველოს და გერმანიას შორის რეისზე მოხდა და D ვარიანტია: არა, რადგან დანაშაულის ჩადენა გერმანიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი საჰაერო სივრცეში მოხდა. აქ სწორი პასუხი ექნება მარტივად რო ვთქვათ, A ვარიანტი. თანახმად სისხლისამართლის კოდექსის მეოთხე მუხლისა, არმის პრინციპზე არის საუბარი, კერძოდ იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო არმით ან ამოსასწრობი ნიშნით, ან და ასეთი ხომალდის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადავიდეთ მესამე ტესტურ დავალებაზე. სომხეთის მოქალაქემ დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გავლით რუსეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება შემოიტანა, რომლის გადაზიდვასაც ფოთის სპორტის გავლით უკრაინის მიმართულებით აპირებდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ მისი დაკავება ქუთაისში შეძლო. გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა სომხეთის მოქალაქის მიმართ. A ვარიანტია: არა, მოქალაქეობის გათვალისწინებით მის მიმართ გავრცელდება სომხეთის კანონმდებლობა. B ვარიანტია: არა, ახალი ფსიქოაქტიური საშუალების გადაზიდვის დანიშნულების ადგილის გათვალისწინებით მის მიმართ გავრცელდება უკრაინის კანონმდებლობა. მესამე ვარიანტია: დიახ, მის მიმართ გავრცელდება როგორც სომხეთისა და რუსეთის, ისე საქართველოს კანონმდებლობა და D ვარიანტია: დიახ, მის მიმართ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, რადგან მან დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა. აქ სწორი პასუხი ექნება მეოთხე ვარიანტი, D ვარიანტი. თანახმად სისხლისამართლის კოდექსის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილისა, რომელიც ეს რამეს ამბობს, რომ იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით. ანუ ვინაიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოიტანა, გრძელდებოდა დანაშაულის ჩადენა ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ სწორად ჩვენი კანონმდებლობით შეიძლება, რომ მას დაეკისროს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება მეოთხე ტესტურ დავალებას, ავსტრიის ქალაქ ვენაში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე პაკისტანის მოქალაქემ ჩაიდინა ძარცვა. კერძოდ, მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გერმანიის მოქალაქეს ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი. გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა პაკისტანის მოქალაქის მიმართ. A ვარიანტია: არა, მოქალაქეობის გათვალისწინებით მის მიმართ გავრცელდება პაკისტანის კანონმდებლობა. B ვარიანტია: არა, მის მიმართ გავრცელდება ავსტრიის კანონმდებლობა, რადგან დანაშაული ქალაქ ვენაშია ჩადენილი.
გევარიანტია არამის მიმართ გავრცელდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესი, რადგან დანაშაული საელჩოს ტერიტორიაზეა ჩადენილი და დევარიანტია დიახ მის მიმართ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. ეხლა აქ მეგობრებო, მეხუთე მუხლის მეექვსე ნაწილი გვჭირდება სწორი პასუხის მისაღებად და უნდა ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვაქვს დევარიანტი. გავიხსენოთ იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სისხლისამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლისამართლის კოდექსია საუბარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადავიდეთ მეხუთე ტესტურ დავალებაზე. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე დგობრონიძემ იტალიის თვითმფრინავში გერმანიის საჰაერო სივრცეში ფრენის დროს უზბეკეთის მოქალაქეს ყოფითი კონფლიქტისას შუშის ბოთლი თავში ჩაარტყა. დაზიანების შედეგად უზბეკეთის მოქალაქე თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომამდე გარდაიცვალა. კითხვა არის, გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა გობრონიძის მიმართ. ავარიანტია დამნაშავის მიმართ გავრცელდება იტალიის კანონმდებლობა, რადგან დანაშაული მათ თვითმფრინავშია ჩადენილი. ბ-ვარიანტია დამნაშავის მიმართ გავრცელდება გერმანიის კანონმდებლობა, რადგან დანაშაული მათ საჰაერო ტერიტორიაზეა ჩადენილი. გ-ვარიანტია დამნაშავის მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა და დ-ვარიანტია დამნაშავის მიმართ გავრცელდება უზბეკეთის კანონმდებლობა, რადგან დანაშაულის მსხვერპლი მათი მოქალაქეა. ეხლა აქ მეგობრებო, ჩვენ უნდა ვთქვათ სწორი პასუხი, რომელიც არის გ-ვარიანტი, თანახმად მეხუთე მუხლის პირველი ნაწილისა, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს საზღვარგარეთ, ანუ ჩვენი კოდექსის გათვალისწინებული ისეთ ქმედებას ჩაიდენს საზღვარგარეთ, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობითაც, სადაც ის ჩადენილი არის, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ჩვენი კოდექსით. რაც შეეხება მეექვსე ტესტურ დავალებას, გ-მაკარაძემ მალავის რესპუბლიკაში ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა, კერძოდ მან როგორც ერთ-ერთი კერძო ფინანსური დაწესებულების დირექტორმა მალავის მოქალაქისაგან არამართლზომიერი უპირატესობის გადაცემის სანაცვლოდ აიღო 3500 ამერიკული დოლარი. მალავის რესპუბლიკის კანონმდებლობით კომერციული მოსყიდვა დანაშაულს არ წარმოადგენს. კითხვა გვაქვს, დაეკისრება თუ არა მაკარაძეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. ავარიანტია არა, რადგან მალავის რესპუბლიკის კანონმდებლობით კომერციული მოსყიდვა დანაშაულს არ წარმოადგენს. ბ-ვარიანტია არა, რადგან მაკარაძეს მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. გ-ვარიანტია დიახ მაკარაძეს პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლისამართლის კოდექსის 221 მუხლით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისათვის და დ-ვარიანტია დიახ, რადგან მაკარაძემ საზღვარგარეთ ჩაიდინა საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება მალავის კანონმდებლობით. ეხლა აქ მეგობრებო, სწორი პასუხი გექნება გ-ვარიანტი, ჩვენ გავიხსენოთ, რომ ის მუხლები რო ჩამოვთვალეთ, ხო გახსოვთ? იქ ერთ-ერთი პირველი მუხლი იყო 221 მუხლი. კერძოდ საუბარი არის კოდექსის მეხუთე მუხლის მეოთხე ნაწილზე. საქართველოს მოქალაქე, როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, რომელმაც საზღვარგარეთ ჩაიდინა სისხლისამართლის კოდექსის 221 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით დანაშაულს არ წარმოადგენს, დანაშაულად არ ითვლება, სადაც მოხდა მისი ჩადენა. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ჩადენილი არის 221 მუხლი კომერციული მოსყიდვა საქართველოს მოქალაქეს მიერ, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. რაც შეეხება მეშვიდე ტესტურ დავალებას, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე შ-ბეროშვილმა ცენტრალურ აფრიკაში ყოფნის დროს ჩაიდინა ქურდული სამყაროს წევრობა. ცენტრალური აფრიკის კანონმდებლობით ქურდულ სამყაროს საერთოდ არ იცნობს და შესაბამისად ინკრიმინირებული ქმედება არ არის. კითხვა არის, შეიძლება თუ არა ბეროშვილს დაეკისროს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. ავარიანტია არა, რადგან ცენტრალური აფრიკის კანონმდებლობით ქურდულ სამყაროს წევრობა დანაშაულს არ წარმოადგენს. ბ-ვარიანტია არა, რადგან ბეროშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. გ-ვარიანტია დიახ, რადგან ბეროშვილი
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირია და ის ექვემდებარება საქართველოს სისხლისამართლის იურისდიქციას და D ვარიანტია დიახ ბეროშვილის პასუხისმგებლობა დაიკისრება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქურდული სამყაროს წევრობის ჩადენისათვის. ეხლა აქ მეგობრებო, ისევე უნდა ვთქვათ ჩვენ იმავე მუხლზე, რაც წეგან ვისაუბრეთ, კერძოდ მეხუთე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომელიც საზღვარგარეთ ჩაიდენს სხვადასხვა დანაშაულს და მათ შორის ერთ-ერთი არის 223 პრიმა, რომელიც იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით დანაშაულს არ წარმოადგენს, სადაც მოხდა მისი ჩადენა, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. აი იმ ჩამოთვლილ მუხლებში კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ, ერთ-ერთი მუხლი იყო 223 პრიმა და ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე იქნება და სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირი პასუხისმგებლობაში მიეცემა საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობით. ეხლა გადავიდეთ მერვე ტესტურ დავალებაზე. 2025 წლის 7 მაისს პროკურორსა და ბრალდებულს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მეორე დღეს პროკურორმა შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მიღწეული შეთანხმების დამტკიცება მოითხოვა. 2025 წლის 13 მაისის განაჩენით ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლისამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების პრეკურსორის უკანონო შეძენისა და შენახვისათვის. მას სასჯელის სახე და ზომად განისაზღვრა ჯარიმა 2500 ლარი, ხოლო დამატებით ღონისძიებად 1 წლის ვადით ნარკომანით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის გავლა. ადვოკატმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კოდექსი მსგავსი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა. კითხვა არის, სწორია თუ არა ადვოკატის პოზიცია. ავარიანტია დიახ, რადგან ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს დანაშაულის ჩადენის დროს. B ვარიანტია დიახ, რადგან ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის დროს. G ვარიანტია არა, რადგან ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს. და ბოლო D ვარიანტია არა, რადგან ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს გამოძიებასა და საქმის სასამართლოში განხილვის დროს. ეხლა აქ მეგობრებო, ბოლო განხორციელებულ ცვლილებაზე უნდა ვისაუბროთ, 2025 წელს განხორციელებულ ცვლილებაზე, რაც ჩვენ ზემოთ აღნიშნეთ. კერძოდ მესამე მუხლს დაემატა, როგორც უკვე ვთქვით, მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს მოქმედებს. შესაბამისად, აქ სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. რაც შეეხება მეცხრე ტესტურ დავალებას, საქართველოს მოქალაქე გუჯაბიძე იტალიის ერთ-ერთ ქალაქში მართლსაწინააღმდეგოდ აშკარად დაეუფლა ავსტრიის მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას 160 ევროს ოდენობით. ძარცვა იტალიის კანონმდებლობით ინკრიმინირებული ქმედებაა და განეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას. გავრცელდება თუ არა გუჯაბიძის მიმართ იტალიის კანონმდებლობა. A ვარიანტია დიახ, ვინაიდან გუჯაბიძე არის საქართველოს მოქალაქე. B ვარიანტია დიახ, ვინაიდან გუჯაბიძემ ჩაიდინა მძიმე დანაშაული. G ვარიანტია არავინაიდან გუჯაბიძემ დანაშაული ჩაიდინა იტალიის ტერიტორიაზე და D ვარიანტია არავინაიდან გუჯაბიძემ დანაშაული ჩაიდინა იტალიის ტერიტორიაზე და დაზარალებული ავსტრიის მოქალაქეა. ეხლა აქ მეგობრებო, მარტივადაა საქმე, ხო? საქართველოს მოქალაქის მიერ არის ჩადენილი დანაშაული და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობითაც ისჯება, სადაც მისი ჩადენა მოხდა და სისხლისამართლის კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი, ვინაიდან გუჯაბიძე არის საქართველოს მოქალაქე. გადავიდეთ მეათე ტესტურ დავალებაზე. საფრანგეთში ვიზიტით ტურისტული სტუმრობის დროს საქართველოს მოქალაქეს უნგრეთის მოქალაქემ ყოფითი შელაპარაკების დროს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ უნგრეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეს 10 ევროს თხოვა, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში მას თავს დაესხა. გავრცელდება თუ არა
საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობა უნგრეთის მოქალაქის მიმართ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. A ვარიანტია დიახ, რადგან საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილია განზრახი დანაშაული, B ვარიანტია დიახ, რადგან საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, G ვარიანტია დიახ, რადგან ჩადენილია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და D ვარიანტია არა, რადგან საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული. ეხლა სწორი პასუხი გვექნება ჩვენ D ვარიანტი, თანახმად სისხლისამართლის კოდექსის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილისა, რომელშიც არის საუბარი იმაზე, რომ საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არ მქონე პირს ჩვენი სისხლისამართლის კოდექსით იმ შემთხვევაში დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ეს იქნება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ან თუ ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა სისხლისამართლებრივი დადგენილი გათვალისწინებული იქნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ეხლა ვხედავთ აქ ხო, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არის ჩადენილი, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობაა დაზიანებული, თუმცა სიმძიმის გათვალისწინებით, ვინაიდან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება არის და არ არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ვერ დაიკისრება საქართველოს სისხლისამართლის კანონმდებლობით პასუხისმგებლობა უნგრეთის მოქალაქეს. შესაბამისად, ჩვენ აქ უკვე აღვნიშნეთ სწორად, რომ სწორი პასუხი გვაქვს D ვარიანტი. გადავიდეთ მე-11 ტესტურ დავალებაზე. უნგრეთის ელჩის მანქანის მცხოვრმა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე როინიშვილმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, თბილისის შემოვლით გზაზე გადავიდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ზოლში და Ford Transit-ის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად Ford Transit-ის მგზავრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იბუკია საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაეკისრება თუ არა როინიშვილს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით. A ვარიანტია დიახ, რადგან დანაშაული ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, B ვარიანტია არა, რადგან მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით, G ვარიანტია არა, რადგან მას როგორც დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის მსგავს არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა და D ვარიანტია არა, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, რადგან გარდაცვლილი ამავე ქვეყნის მოქალაქეა. პასუხი არის მარტივი აქ, A ვარიანტი გვაქვს სწორი პასუხი, რაც არაერთხელ უკვე აღვნიშნეთ. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლისამართლის კოდექსით. ეხლა თქვენ არ დაგაბნიოთ იმან, რომ უნგრეთის ელჩის მანქანა არის, ხო? მანქანას კი არ აქვს იმუნიტეტი და მანქანაში ვინც ზის იმას კი არ აქვს იმუნიტეტი, უნგრეთის ელჩს აქვს იმუნიტეტი და ხო, უნგრეთის ელჩის მსღოლი აქ ტესტში ჩვენ მითითება არ გვაქვს, რომ გარკვეული დიპლომატიური იმუნიტეტი საფარის ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად, გადაწყვეტა მარტივად ჩვენს ტერიტორიაზე დანაშაული ჩადენილი და ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით პასუხისმგებლობა დაეკისრება ჩვენი კოდექსით. გადავიდეთ მე-12 ტესტურ დავალებაზე. 2019 წლის 10 ნოემბერს გლოჩოშვილმა ყოფილ მეუღლის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული დროული ქირურგიული სამედიცინო ჩარევის შედეგად სიკვდილს გადაურჩა. ზებნილი ლოჩოშვილი პოლიციამ 2024 წლის 15 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყალბი პირადობის მოწმობით გადაკვეთის მცდელობისას დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ კვლევების მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე. 2019 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქციით ლოჩოშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით და ზომად გათვალისწინებული იყო 12-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. საქმის არსებითი განხილვის დროს განაჩენის გამოტანამდე 2025 წლის 10 აპრილს კანონით სასჯელის მინიმალური ზღვარით 11 წლით, ხოლო მაქსიმალური ზღვარით 16 წლით განისაზღვრა. ანუ შემსუბუქდა, ხო? კითხვა არის, რომელი კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დაეკისრება პასუხისმგებლობა ლოჩოშვილს. A ვარიანტია მას პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის ჩადენის დროს, ესე იგი 2019 წლის 10 ნოემბერს მოქმედი კანონმდებლობით. B ვარიანტია მას პასუხისმგებლობა დაეკისრება განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი კანონით, რადგან იგი უფრო მსუბუქია. G
G ვარიანტია მას პასუხისმგებლობა შეიძლება დაიკისროს ორივე კანონით და D ვარიანტია საკითხს თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული, უნდა გადაწყდეს მოსამართლის მიერ. აქ ახლა რო გავიხსენოთ მეგობრებო, შუალედური კანონის თემა არის, ხო? საკითხი არის. მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ დანაშაულის ჩადნენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეგვეცვალა, გამოვიყენებთ ყველაზე მსუბუქ კანონს. ამიტომ შუალედური კანონი არის აქ სახეზე და პასუხისმგებლობა დაეკისრება განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი კანონით, რადგან იგი უფრო მსუბუქი არის. ამიტომ სწორი პასუხი გექნება ჩვენ B ვარიანტი. ეხლა რაც შეეხება მე-13 ტესტურ დავალებას, უკრაინის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მდგარ თურქეთის გემზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა პორტუგალიის მოქალაქე. გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა უკრაინის მოქალაქის მიმართ. A ვარიანტია არა მის მიმართ გავრცელდება უკრაინის სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ვინაიდან დანაშაული ამავე ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა. B ვარიანტია არა მის მიმართ გავრცელდება პორტუგალიის სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ვინაიდან დანაშაულის მსხვერპლი ამავე ქვეყნის მოქალაქეა. G ვარიანტია არა მის მიმართ გავრცელდება როგორც უკრაინის, ისე პორტუგალიის სისხლის სამართლის კანონმდებლობა და D ვარიანტია დიახ მის მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. აქ სწორი პასუხი გექნება ბოლო D ვარიანტი თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე. აქ ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მდგარ თურქეთის ხომალდზე ჩაიდინა დანაშაული. ანუ ეკონომიკურ ზონაში არის მოხდარი, ამიტომ მარტივად ვიტყვით, რომ გავრცელდება ჩვენი კანონმდებლობა მის მიმართ. გადავიდეთ მე-14 ტესტურ დავალებაზე. 2025 წლის 13 მაისს გორში დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე იტალიის კონსული დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას მისვლისას დადგინდა, რომ მძღოლებს მანქანას ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართავდა. ამასთან მსხვერპლი საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო. როგორ უნდა გადაწყვეტს იტალიის კონსულის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. A ვარიანტია კონსულის მიმართ გავრცელდება საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული წესი. B ვარიანტია კონსულის მიმართ მიუხედავად დიპლომატიური იმუნიტეტისა გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რადგან ჩადენილია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. G ვარიანტია კონსულის მიმართ გავრცელდება საფრანგეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რადგან მსხვერპლი ამავე ქვეყნის მოქალაქეა. და D ვარიანტია კონსულს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მას შემდეგ რაც საფრანგეთის შუამდგომლობის საფუძველზე იტალიის სახელმწიფო მას იმუნიტეტს მოუხსნის. აქ სწორი პასუხი გვექნება მეგობრებო A ვარიანტი, რადგან მე-4 მუხლის მე-4 ნაწილი გვეუბნება ესეთ რამეს, რომ თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომელიც სარგებლობს დიპლომატიური იმუნიტეტით, აი ეს პირები თუ დანაშაულს ჩაიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით გადაწყდება. ამიტომ მარტივად ვიტყვით, რომ კონსულის მიმართ გავრცელდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესი და ჩვენ პირდაპირ ამას ესე ვერ დავშით. და ბოლო მე-15 ტესტურ დავალება მინდა წავიკითხო. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსგან ითხოვს თავისი მოქალაქის მექინის ექსტრადიციას, რომელსაც ბრალი ედება თურქეთში ორი ქალის მკვლელობისათვის. მექინის ადვოკატი ითხოვს, რომ საქართველოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ დაუქვემდებაროს ექსტრადიციას, რადგან ამ დანაშაულისათვის თურქეთში მას მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში უვალო თავისუფლების აღკვეთით დასჯა ემუქრება. ქართულმა მხარემ მექინი თურქეთს გადასცა. სწორია თუ არა ქართული მხარის მოქმედება. A ვარიანტია დიახ, რადგან ადვოკატის მიერ მითითებული საფუძველი არ არის ექსტრადიციის თავმოყოლებელი გარემოება. B ვარიანტია დიახ, რადგან მექინის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მისი გადაცემას თავის ქვეყანა ითხოვს. G ვარიანტია არა, რადგან არ შეიძლება ექსტრადიცია თუ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში დასჯაა გათვალისწინებული და D ვარიანტია
არა, რადგან არ შეიძლება ექსტრადიციად ფუპირის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში დასჯა გათვალისწინებული და იმავდროულად დანაშაული უადო თავისუფლების აკვეთით ისჯება. ეხლა აქ მეგობრებო, მე-6 მუხლის მესამე ნაწილზე უნდა ვისაუბროთ, რაც ზემოთ აღნიშნეთ, ხო, ეგრეთ წოდებული მონაცვლეობით მართლმსაჯულების პრინციპზე. იქ ჩვენ გვაქვს როგორი რაღაც, ხო, გავიხსენოთ, არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნია პირველი პოლიტიკური მწამსისთვის, აგრეთვე ის პირი, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაული და ჩვენთან არ ისჯება ეს დანაშაული და მესამე, თუ დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა არის დაწესებული იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელიც ითხოვს, რომ გადავცეთ. ასეთ შემთხვევაში ამ პირთა სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლით. ეხლა ვხედავთ, ხო, რომ აქ ამ მექინის შემთხვევაში არც ერთი საფუძველი არ აქვს, ხო, ორი ქალის კვლევისათვის არის ბრალდებული, ემუქრება უადო თავისუფლების აკვეთით და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით. ამიტომ ვინაიდან არ არის არც ერთი საფუძველი ამ შემთხვევაში დამარგოლებელი გარემოება სახეზე არ გვაქვს და სწორი პასუხი გვექნება ავარიანტი, რადგან შეიძლება რომ გადაეცეს თურქეთის სახელმწიფოს ეს პირი, ამიტომ მოხდეს მისი ექსტრადიცია. აი ეს მინდოდა მეგობრებო, რაც დღევანდელ ვიდეოს ფარგლებში მესაუბრა სისხლისამართლის კანონის მოქმედების ფარგლებზე. ვფიქრობ, რომ ეს საკონტროლო კითხვების და ეს ტესტური დავალებების თქვენ დაგეხმარებათ. ძირითადად ეს არის ამ პირველ მე-6 მუხლთან მიმართებით, რაც თქვენ კარგად უნდა გაითავისოთ და დამერწმუნეთ, რომ თუ აი ეს პრინციპები და მიმართულებები კარგად შეიხორცეთ, ასე ვთქვათ, რაც მე ვისაუბრე, აი იმ გამოცდების ფარგლებში, რომელიც არის საკვალიფიკაციო გამოცდები და მისაღები გამოცდები, არ იქნება ტესტი, რომელსაც თქვენ თავს ვერ გაართმევთ. ამას პირდაპირ ხმაღლა ვაცხადებ, იმიტომ რომ ამის სირთულე ტესტურ დავალებებში ძალიან მარტივადაა საქმე, თუ რაღაცა კონკრეტული ნორმა იცი, ხო? ამიტომ რაღაცა უფრო რთული ვარიაციები რომს მოვიდეს, რადგან ჩვენ ვიცით კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული მუხლის ანალიზი შეგვიძლია, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, ძალიან მარტივად გასცემთ პასუხს ამა თუ იმ ტესტურ დავალებას. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს, ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი ვიდეო ლექცია გამოგვივიდა. ნებისმიერი კითხვის, შენიშვნის, დაზუსტების ან თხოვნის შემთხვევაში შეგვიძლიათ მოვმართოთ ნებისმიერი არხებით, როგორც არის ამ ვიდეოს კომენტარებში დაფიქსირება, ასევე ჩვენს Facebook გვერდებზე მოწერით და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.